რადიო იმედის სტილის ეთერშია მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი. დილამშვიდობისა, კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მადლობა რომ გვისმენთ მთელ საქართველოში და გვიყურებთ პლატფორმებზე იმედიჯი, მაი ვიდეოჯი, ასევე მაგთის IP ტელევიზიით 53 არხზე და გადაცემის სრული ვერსიის ნახვა ასევე შეგეძლებათ რადიო იმედის Facebook გვერდზე. შემოგვიერთა მიხეილ ცაგარელი, დღეს ორშაბათია და როგორც ყოველთვის შემოგთავაზებთ კვირის ასტროლოგიურ პროგნოზს დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა, ბედნიერი დილა, ბედნიერი დღე, ბედნიერი კვირა, ყველას პირობში განწყობა შევიქნათ, ამით დავიწყოთ. და ახლა იმის შესახებ რა გველოდება. თლიანობაში არ არის ცუდი კვირა, მიდაგიწათ, იმიტომ რომ ერთი დედამიწა პოზიტიურ ენერგოველშია. ეს უკვე გვაძლევს ყველას ძალიან კარგ შანსებს, ურთიერთგაგებაც მაღალია, იდეების რეალიზაციაც უფრო მეტად შესაძლებელი არის, თორეა დავასრულეთ, იმედია, ყველამ კარგად ის დერეფანი დაბნელებებისა, რომელიც ჩვენ გქონდა წინა 2 კვირის განმავლობაში. და ახლა უკვე მეტად ამოსუნთქვის საშუალებას გვაძლევს სამყარო. ახლა მნიშვნელოვანი რამდენიმე მოვლენა გვაქვს ამ პერიოდში რა. პირველი, თეთრი მთვარე არსებობს ესეთი მფარველი ანგელოზის ანუ სელენა სახელწოდებით ფიგურა ასტროლოგიაში, რომელიც სწორედ აი დღეიდან 4 აპრილის ჩათვლით კერჩხების ზოდიაქოშია და ხვდება იქ ეგრეთ წოდებულ მოდესტ ვთქვათ ფიგურალურ პლანეტას, რომელსაც ჩვენ ვაქშია სახელწოდებით ვიცნობთ. ეს ძალიან კარგი მოვლენაა, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ ეს ნიშნავს, რომ რაღაც სასიკეთო შეიძლება ცვლილებები იყოს ოჯახში. შეიძლება იყოს მატება ოჯახში, შეიძლება იყოს რაღაც სასკარულო ამბები, ეს არის ოჯახის ნიშანი კერჩხებში, აქ ხდება ეს ყველაფერი. ძალიან კარგი მონაცემებია, ამიტომ მოემზადეთ რაღაცა, შეიძლება სიხარული გეწვიოთ ოჯახში. სამშობლოსთვის ძალიან კარგი პერიოდი, ამიტომ სამშობლოს პატრიოტიზმი მატულობს, მისი სამსახურში ჩადგმის სურვილი მატულობს ადამიანებში. ძალიანობაში ეს ძალიან კარგი ასპექტი, აი ეს რამდენიმე დღე და მithumet ეს ოჯახური ნათესაური კავშირებისთვის მაქსიმალურად არ დაიზაროთ, დაუთმეთ ამას დრო, იმიტომ რომ აქ შეიძლება ძალიან კარგი წვეულებაც გქონდეთ, ურთიერთობაც გქონდეთ, რაღაცა საინტერესო კარგი საყიდლებიც კი გააკეთოთ ოჯახისთვის, ახლობლებისთვის და გაახაროთ ერთმანეთის გულები. ამის შესაძლებლობა ჩვენ უდავოდ აქ გვექნება. მეორე მოვლენა ეს არის პლანეტა ნეპტუნის გადასვლა ვერძის ზოდიაქოში 2 სექტემბრამდე. ვერ ვიტყვი რომ ბოლომდე კარგი აქვს, ამას თავისი დადებითი აქვს, თავისი ვარყოფით, იმიტომ რომ პლანეტა ნეპტუნი არის თევზების მმართველი, აქამდე იყო თევზებში 14 წელიწადი. 2 სექტემბრიდან იგი ისევ მოდესტ ვთქვათ დაბრუნდება თევზებში და შემდეგ წელს უკვე 14 წლით გადავა ვერტში. მაგრამ ახლა გადადის ვერტში 2 სექტემბრამდე და ეს არგვარი ტესტია იმისა, თუ რა გველოდება ჩვენ უკვე მომავალი წლიდან 14 წლის განმავლობაში როგორ იქნება. ანუ აქ დაგვიტესტავს ზუსტად რაც შეიძლება მოხდეს და რა შეიძლება ხა მოხდეს. თუ ნეპტუნს უყვარს მაგალითად ყოფნა თევზებში და აქ ძალიან ფანტაზიურია, ძალიან მოდი ზოგჯერ ილუზიებში გარდამავალი, ძალიან ბევრი იდეების შემოქმედებით შესაძლებლობები, ეს ყველაფერი აქ არ ნახოთ, ამაღლებული სიყვარულის ტენდენციებიც კი ძლიერდება. კარგია, მაგრამ სამაგერო ცოტა პასიურია. უფრო მეტად უცნებობს, ვიდრე რამის აკეთებს. ეხლა ვერტში მისი გადასვლა, ვერტზე ასე არავის არ დატოვებს, მოგეხსენება ძალიან აქტიური, ენერგიულია, დინამიური, ამიტომ ის აიძულებს ნეპტუნს, რომ ეს თავისი გადასწორების შეიძლება შემოქმედებითი იდეები, შეიძლება ინტუიციური ხედვები და შენგო გარდა სახოს რეალობაში და რაც შეიძლება სწრაფად. ხო? რაც არ არის ადვილი თვითონ ნეპტუნისთვის, რომ მას არ უყვარს, როცა აძალებენ, მაგრამ იძულებულია. ეხლა ნეპტუნი ეს არის ასევე რელიგიის და რწმენის, ფილოსოფიის, ფსიქოლოგიის, პოეზიის, ლიტერატურის, ხელოვნების მმართველი პლანეტა. ამიტომ სფეროებში ყველა საკითხები დაჩქარდება, იგი კანონები ამისაღები დაჩქარდება ვერტში გადასვლის შედეგად, მაგრამ თავისი მინუსი აქვს ამას. რა? ის რომ მაგალითად შეიძლება რაღაც წმენა ვახსენეთ, ჩვენ წმენის ფაქტორია. წმენაში დაიწყოს სერიოზული კონფლიქტები. რატო? იმიტომ რომ ყველას ინტროვერტში გადადის. ვერძი მოგხსენებათ ყოველთვის პრინციპით მოქმედებს, მე ყოველთვის მართალი ვარ. ყველას თავისი რწმენა აქვს, წინა პლანზე უნდა რომ წამოწევოს და რაც თავარია ეს უნდა ყველაფერი გააკეთოს ცეცხლის სტიქის ზეგავლენით, ანუ ეგოისტურ დიქტატორული ტენდენციებით, რომ ჩემი ყველაზე კარგია და მაგარია და ყველას უნდა რომ დაუმტკიცოს თავისი რწმენის მართებულობა. რაც შეიძლება ზოგჯერ გადავიდეს საომარ ამ კონფლიქტურ სიტუაციებში, მათ შორის სხვადასხვა რწმენის მქონე ადამიანებს ან მოქალაქეებს შორის. აი ამ კუთხით უნდა ვიყოთ მაქსიმალურად თხილად, რომ ამან მე რაღაც
რაღაც საომარი სიტუაციები არ შექმნას. ანუ რწმენის კუთხით ერთმანეთს მაქსიმალური პატივიცეთ. და კიდევ ერთი მოვლენა, პლანეტა მერკური გადავიდა 15 აპრილამდე თევზების ზოდიაქოში. ცუდი არ არის, იმიტომ რომ ეს დახვეწილი იუმორის მართველია და აქ ძალიან ადამიანს უფრო დახვეწილი იუმორი უჩნდება და უფრო კარგად გზნობს ამ დახვეწილ იუმორს. პლუს ამას ძალიან კარგი შემოქმედებითი ნიჭი უძლიერდება ყველას და პლუს ამას ქველმოქმედებისადმი დაუშვათ მიდრეკილება ადამიანში მატლობს, სხვათა დახმარებისადმი მატლობს. ძალიან კარგი ფოტოგრაფიული მეხსიერება გაუძლიერდება ყველას და შეიძლება პარადოქსიც იყოს გაგახსოვდეთ რა ხდებოდა ბავშვობაში მრავალი წლის წინ 20-25 წლის წინ დეტალებში თან და დღესაც შეინახეთ გასაღები პასტა სათვალე წრომარი ვერაფერ გაიხსენოთ ხო? აი ეს ტენდენციები ამ მერკურის გადასვლასთან არის დაკავშირებული, მაგრამ რადგან მაინც მერკური თევზებში ეგ ნეპტუნი კი გამოვიდა, მერკური შევიდა, რას ნიშნავს იმას, რომ ცოტა ჯერ ილუზიების და ზღვარგადასული ფანტაზიების ტენდენციები ამასთან დაკავშირებით 15 აპრილამდე ჯერ კიდევ შენარჩუნებულია. და ამ ხრივ თავს ნუ მოიტყუებ ცოტა რეალურ ფაქტებს მაინც შეხედეთ და დაუგდეთ ყური, იმიტომ რომ როცა მერკური არის თევზებში, ადამიანს შეად უნდა რომ ესე იყოს. ადამიანს აკერებს იმ თვისებებს, რომ იმას საერთოდ არ აქვს. და ამ ხრივ თავს იტყუებს. აი ამას გვერდი ავუართ. ეხლა კიდევ მოდი დავუშვათ რომ ვისაც აქვს სწრაფად შედარებით მიზნების განხორციელების სურვილი გამეყენოს 4-შაბათი დღე. ამ ხრივ 4-შაბათი ძალიან კარგია. 5-შაბათს რაც შეიძლება მეტი ურთიერთობა ცხოველებთან ძალიან დიდ სიამოვნებას მიიღებ და საოცრად გაიწმინდება თქვენი ენერგოველი, ესეც მინდა გითხრათ. და პარასკევს მაგალითად თუ თქვენ გქონდათ მარტის დასაწყისში რაღაც შეთანხმებული იდეები, პროექტები, აი ეს გადაამოწმეთ. რომ ეხლა აქ რაღაცა სახის სერტოლებმა არიჩინონ თავი. აი ამ კუთხით აი ეს კვირა გამოიყენოთ და შაბათს თუ თქვენ აბსოლუტურად ხარ დარწმუნებული თქვენ სიმართლეში, მაშინ შეგიძლიათ სარჩელი შეიტანოთ სასამართლოში. ამ ხრივაც კარგი დღეა. Leanობაში ამდენ კვირა ნამდვილად არ არის ცუდი, კარგია და შესაძლებლობებს გვაძლევს ყველას. მაგრამ ახლა დავიწყოთ ვის რას და რაში. დავიწყოთ მაგალითად ვერძით. ყველაზე წარმატებული აქტიური ნიშანი ახლა არის ვერძი, იღბალი ყველაზე მაღალი აქვს მას. რატო? იმიტომ რომ ზე გადის ვერძის ზოდიაქოს ნიშანს. ამიტომ შანსები წარმატებისა უდავოდ 1-2-რად მაღალი აქვს და იღბალი. მაგრამ ვერც აქ ერთი მომენტი, აი ნეპტუნის შესვლა ვერტში უძლიერებს ამ კვირაში, განსაკუთრებით შემდეგ კვირაში უკვე ეს არ იქნება, ამ კვირაში სენტიმენტალურობას, გრძნობიარობას და ამასთან ერთად ძალიან კეთილშობილი ხდება. ანუ ვერძების ტირია. ამიტომ ეხლა თუ გინდა თქვენ რომ გამოიყენოთ ვერძების დახმარება, აი ეხლა მიმართეთ. რაღაცა თხოვეთ. ყველაფერს გაიკეთებ და გვერდი დაგიდგებათ. აი ეხლა მათი გამოყენება ამ კუთხით იდეალური იქნება. შემდეგ ვერაში უკვე ცოტა გაციუდებიან, რო იტყვიან. პროსტ გაცხოვდებიან, ნუ სხვანაირები გახდებიან. ხო, ამ კვირაში, მაგრამ ის რომ პერიოდი კარგი აქვს, შეხვედრები, მოლაპარაკებები, მნიშვნელოვანი ცვლილებები, რეფორმები, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება, იდეების რეალიზაცია, ახალი იდეების გაცნობა, მგზავრობა, მოგზაურობა, როგორც ლიდერი, ხელმძღვანელი იქნება ძალიან კარგი ოპტიმიზმი მატლობს მათში ენთუზიაზმი, რაც ხელს უწყობს საუკეთესო მათემატიკების გამოვლენას. ეს უდავოა. ამიტომ ვერძებო, ეხლა თქვენი დროა. უფლება არ გაქვთ გაჩერების, რაც შეიძლება დინამიურად, აქტიურად. აი როცა ამბობენ, მიდექით, მოდექით, ხალხი შეაწუხეთ. აი ეს დრო გაქვთ ეხლა თქვენ. 20 რიცხვამდე აპრილისა თქვენი დროა. აქტიურად. რაც შეეხება კუროს, აქ ნუ ეხლა ესე ვთქვათ, კურომ და ასე ვთქვათ, მიწის და საერთოდ წყლის ნიშნება უნდა გაითვალისწინოს, რომ აუცილებლად უნდა აქ იპოვონ ბალანსი. რა შორის ჯანმრთელობასა და საქმეს შორის. რატო? რომ ჯანმრთელობა მაგალითად კურას უკვე აშკარად ქვეითდება ამ პერიოდში. მაგრამ საქმიანი კუთხით პირიქით ძალიან კარგი პერიოდია. ამიტომ აქ თავარი არ გადაიღალოთ, იმიტომ რომ უკვე ენერგოტონუსი ისეთი არ არის. ადვილად არ ხდება დახარჯული ენერგიის სწრაფად აღდგენა. ამიტომ კუროს მეტი დასვენება ჭირდება, უფრო მეტი გამოძინება ჭირდება. სხვანაირად ის შეცდომებს დაუშვებს. არა და ამის უფლება არ აქვს, იმიტომ რომ ის ირგვლივ ყველაფერი ჩქეფს. საქმეები, იდეები, შეხვედრები, მოლაპარაკებები, ყველაფერი წინა პლანზეა წამოწეული. აქ შემოქმედებითაც შეიძლება ძალიან კარგად იმუშაოს, მეგობრული კონტაქტები, ფრიად აქტიური. ამიტომ ბევრი შესაძლებლობები არის და ბევრი რამ შეიძლება მოაწესრიგოს, ახალ იდეებში ჩაერთოს, სხვათათვის დახმარებაც გაწიოს და შემდგო. მაგრამ იმისთვის რომ ამისთვის მას ენერგია ეყოს, საჭიროა რომ დრო და დრო დაასვენოს თავი, იმიტომ რომ ეხლა ის ჯანი აღარ აქვს, რაც ქონდა 2-3 კვირის წინ. ამიტომ თუ თქვენ ამ ბალანს შეინარჩუნებთ და თან დაისვენებთ და თან აქტიურად იმოქმედებთ, მაშინ კი ყველაფერი კარგად იქნება. თქვენ თუ გადაიღალეთ, მაშინ ეს უკვე შეცდომას მეტად დაუშვებთ და იმ საქმიან კარგ შესაძლებლობებს უკვე გააფუჭებთ. აი ეს გავითვალისწინოთ.
ტყუპებს პირიქით, ეხლა ვერ გააჩერებ. ძალიან აქტიური, ძალიან ენერგიული, ძალიან ინიციატივიანი, კომუნიკაბილური იდეებს რა უყოთ, რო იტყვიან, აი გენერირება იდეების, ეხლა მათ აქვთ. ერთი მეორე ზოგადად სხვა შორის. მრავალფეროვანი კონტაქტები, შეხვედრები და რაც შეიძლება რეფორმები. ეს არის სიახლეების დრო, ტყუპებო თქვენ გიყვართ სიახლეები, ამიტომ რაც შეიძლება მეტი. ახალი შეიძლება მოდი ასე ვთქვათ, გარეგნობა. ახალი შეიძლება ფორმის ურთიერთობა, ახალი მეთოდოლოგია, შეიძლება ახალი მანქანა, შეიძლება ახალი საათი. სიახლეები შემოიტანოთ თქვენს ხორბაში, შეიძლება ორიგინალური ახლებურით გადაწყვეტა თქვენი იდეების. ანუ იფიქრეთ რა შეიძლება ახლებურად გააკეთოთ. აი ეს იქნება ნებისმიერი რეფორმა თქვენთვის ძალიან კარგი და სიახლის შემოტანა. ანუ არასტანდარტულები უნდა იყოთ, მოდი ასე ვთქვათ. და აქ არის მთელი თქვენი პეცი წარმატებისა და პლუს ამას დავუმატოთ ისიც რომ მაქსიმალური კონტაქტი ინტერნეტთან. აქედან შეიძლება ფულით შემოვიდეს. აქედან შეიძლება ადამიანების საინტერესო ადამიანებს გაიცნოთ, პარტნიორული თანამშრომლობა ჩამოყალიბდეს და არაერთ საინტერესო იდეა ჩამოყალიბდეს ინტერნეტის მეშვეობით თქვენს ასე ვთქვათ გონებაში, რაც მერე ასევე წარმატების ერთ-ერთი საწინდარი იქნება. მოგზაურობა, პირადი ურთიერთობები, სასწავლო კონტაქტები, ყველაფერი. აი ეს ყველაფერი მოდის თქვენს ხორბაში. ამიტომ მიაქტიურეთ მრავალფეროვანი ტენდენციების და სასიკეთო ტენდენციების დროა. რაც შეეხება კირჩხიბს, აქ როგორც კუროსავით, იგივე სიტუაცია. გვაქვს ბალანსის პოვნა აუცილებელია კირჩხიბებო, იმიტომ რომ საქმე გექნებოდ ბევრი. უფრო მეტიც ძალიან ბევრ საკუმათო სიტუაციებში თქვენ იქნებით ცენტრალური ფიგურა და მოაგვარებთ ამ კამათს, სხვა შორის საკმაოდ კარგად. ეს ერთგვარად გაზრდის თქვენს ავტორიტეტს. ამის გარდა იდეები, პროექტები, უფრო მეტიც, აქ შეიძლება ძალიან კარგი ურთიერთობა გქონდეთ ხელმძღვანელებთან, კოლეგებთან, რაც ხელში უწყობს თქვენს პროფესიონალურ წინსვლას, პროფესიონალური კვალიფიკაციის ამაღლების კუთხითაც, ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი. ამიტომ საქმეები, ფინანსური კუთხითაც შესაძლებლობები უდაოდ გაქვთ მაღალი, ოღონდ ენერგოტონუსი ეცემა. ეს კი რას ნიშნავს? ესე იგი ადვილად იღლებით. ანუ თან საქმეში არის შესაძლებლობა, გინდათ ეს ყველაფერი მოასწროთ, მაგრამ გადაღლის შემთხვევაში შესაძლოა დავუშვათ. ანუ პირდაპირ როგორც კუროსავით, ასევე თქვენც იგივეს გეუბნებით. თან დაასვანეთ საკუთარი თავის შესაძლებლობის და გვარად თან იმოქმედეთ. აი, მაშინ იქნებით გაცილებით წარმატებული. აი, ბალანსი უნდა შეინარჩუნოთ. ლომს რაც შეეხება, ლომი პირიქით უფრო აქტიური ხდება, ინიციატივიანი ხდება, ენერგია ემატება, შარმი, მიზიდულობა, როგორც ლიდერი, ხელმძღვანელი განსარვათ წარმოაჩენს საკუთარ მონაცემს და ეს არის საუკეთესო დრო უცხოელებთან კონტაქტისათვის. ლომებო, იმოგზაურეთ ტურისტული ლაშქრობები, რაც შეიძლება მეტი ექსკურსიები, რაც შეიძლება მეტი კონტაქტი უცხოელებთან, სწავლა უცხოეთში, თუ გინდათ პარტნიორული თანამშრომლობა, ბიზნეს პროექტები უცხოელებთან. აი, ახლა გაქვთ ამისთვის საუკეთესო დრო. უფრო მეტიც, აი თქვენ გქონდა ძველი ვალები, ძველი ვალდებულებები, რაღაც საკითხები გადაუწყვეტი. აი ამას ყველაფერს გადასარევად გადაწყვეტავთ ამ კვირაში. და ამ ყველა ვალებს მოიშორებთ, რა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, იმიტომ რომ ამოგასუნთ რო იტყვიან, ეს ყველაფერი უფრო მეტიც კეთილშობილებას მატლობს თქვენში. ამიტომ სხვებმა შეიძლება დახმარება აქვთ ხოლმე, მზად იქნებით ამისთვის, ესეც ერთგვარად გაზრდის თქვენს ავტორიტეტს, ამიტომ ბევრ რამეს მოასწრებთ, იმიტომ ენერგია და ჯანი ამის საშუალებას გაძლევთ. რაც შეეხება ქალწულებს, საქმიანი კუთხით გადასარევი პერიოდია, ჯანმრთელობაზე რა მოგახსენოთ? ჯანმრთელობის ტონუსი კლებულობს, იმუნიტეტი კლებულობს, ამიტომ თქვენს გჭირდებათ აუცილებლად ბალანსის შენარჩუნება, იმიტომ რომ ერთის ხრივ მოგზაურობა, იქნება ძალიან ნაყოფიერი და დიდ შთაბეჭდილებებით ჩამხოლთ. საქმეში პარტნიორული გინდათ თანამშრომლობა, ინდივიდუალური გინდათ საქმიანობა, ყველაფერი გადასარევად გამოდის. კოლექტიურ საქმეშიც კი იქნებით ძალიან კარგი იდეების რეალიზაცია, მშვენივრად მიდის. ანუ შესაძლებლობები წარმატებისა გაქვთ ძალიან მაღალი, ფინანსური კუთხითაც კი გამჯობესებთ თქვენ შესაძლებლობებს, ოღონდ ენას ყველი დააჭირეთ. საიდუმლო დაიცავით თქვენი გეგმების შესახებ. ამას წინ და წინ ვახმაურებთ, მაგრამ თუ ბალანს შეინარჩუნებთ და თან დაისვენებთ და თან იმუშავებთ, თან ის ბალანსი იქნება. მაშინ იქნებით ძალიან წარმატებული და დასამახსოვრებელი კვირა გექნებათ. რაც შეეხება სასწორებს, სასწორის ენერგოტონუსი მატულობს, ჯანზე მოდის ეს ნიშანი, განწყობა უმჯობესდება, ფსიქოემოციურად უფრო სტაბილური ხდება და შესაძლებლობები წარმატების აქ არნახულად მაღალი. ამიტომ ეს ის პერიოდი, როდესაც შემოქმედებით ინჩის უნარის გამოვლენის ტენდენცია მატულობს. ქორწინებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია, საერთოდ პარტნიორული თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია. გინდათ ბიზნეს საქმიანი, გინდათ პირადი ურთიერთობების პარტნიორული თანამშრომლობა, რაც მეტად სტაბილურია, მით მეტად იქნებით წარმატებული. ამიტომ ეს კვირა მაქსიმალურად გამოიყენეთ, იმიტომ რომ თქვენი გავლენის სფეროც უფრო ძლიერდება სხვა ადამიანებზე და თქვენ სიტყვას დაედება ფასი. რაც შეეხება მორიელს, აქაც ბალანსის შენარჩუნება აუცილებელია, იმიტომ რომ ერთის მხრივ საქმე იქნება ბევრი, ხოლო ენერგოტონუსი კლებულობს. ამიტომ იმუნიტეტი დაბალია. ეს ნიშნავს იმას, რომ ენერგია უკვე იმდენი არ გაქვთ, როგორც გქონდათ თუნდაც 2 კვირის წინ. ამიტომ დრო და დრო დაასვენეთ საკუთარი თავი, რომ მოასწროთ იმ მნიშვნელოვანი პროექტების
ჩამოყალიბება, არა მარტო ჩამოყალიბება, არამედ ზოგიერთის დავთავრება, ზოგიერთის გაგრძელება, აქ პარტნიორული თანამშრომლობაც იქნება მეტად ნაყოფიერი, აქ მოგეცემათ საშუალება იმისა, რომ მოაწესრიგოთ ბევრი რამ თქვენ ცხოვრებაში, იდეებიდან დაწყებული, საქმეები დამთავრებული და პარტნიორული თანამშრომლობაც მეტად სასიკეთო ელფერს შეიცავს. ამიტომ შანსები არის, მთავარია ბალანსი შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა დასვენებასა და საქმეს შორის. შვილდასაც რაც შეეხება, აქ არ არის აუცილებელი, არავით არის ჯანმრთელობაზე ზედმეტი სრულმა, იმიტომ რომ ჯანი გემოთებათ, ერგოტონუსი ძალიან მაღალია. ეს ნიშანი ხდება აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი, ოპტიმიზმი ემატება, პარტნიორული თანამშრომლობაც იქნება ძალიან კარგი. პირადი, სასქესო, საქორწინო ურთიერთობებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია და ამასთან ერთად აღნიშნოთ, რომ ეს ის დროა, როდესაც მაგალითად თქვენ შეგიძლიათ საინტერესო იდეები ჩამოაყალიბოთ და მატერიალიზაციაც მოახდინოთ, რაც ფინანსურ დივიდენდებს ნიშნავს, ავტორიტეტის ზრდას ნიშნავს. ამიტომ შესაძლებლობები იმისა, რომ იყოთ ნამდვილი ლიდერი, ხელმძღვანელი, ინიციატივა გამოვავლოთ, საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა აიღოთ, ეს უდაოდ ძალიან მაღალი გაქვთ აქ. და რაც თორე აქ ძალიან კარგად აგვარებთ ურთიერთობებს შვილებთან, მათ თვალში თქვენი რეიტინგი საგრძნობად აიწევს და საუკეთესო დროა სიყვარულისა და პარტნიორული სასიყვარულო ურთიერთობებისთვის. არსებული ურთიერთობა შეიძლება ძალიან მაღალ დონეზე აღვანოთ, რაც კიდევ მეტად გაზრდის თქვენს ავტორიტეტს. რაც შეეხება დღის გას, ძალიან საინტერესო პერიოდია კამნის შანსი, იმიტომ რომ ერთის მხრივ იმუნიტეტი ეცემა, ანუ შედარებით ადვილად იღლებით, ამიტომ რეაქცია такად ბალანსია საჭირო და რატო? ამავდროულად გაქვს საშუალება, რომ არაერთი იდეა ძალიან კარგად წარმოაჩინოთ, კოლექტიურ საქმეში ჩართო, პრომეტის გრანდიოზული იდეები ჩამოაყალიბოთ და ამ იდეებში ჩართოთ თქვენი მეგობრები, ახლობლები, ნაცნობები, კოლეგები, უამრავი ადამიანი და ძალიან მადლიერი იქნება ყველა თქვენი ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ფინანსური კუთხითაც გაუმჯობესებთ არ მარტო საკუთარ მაცხოვრებასაც და ძალიან ბევრ საინტერესო პროექტებს განახორციელებთ. და ამას ყველაფერს უნდა ჯანი. და ამ დროს ეს ჯანი თქვენი ნელ-ნელა მცირდება. ესე იგი რა უნდა ვქნათ? თან უნდა ვეცადოთ, რომ ცოტა დავასვენოთ თავი, რომ ეს ორგანიზმი გადატვირთვის ზონაში არ გადავიდეს და ამან მერე ჯანმრთელობაზე არ ემოქმედოს ცუდად და თან საქმე. აი მაშინ იქნება წარმატებული თუ თქვენ აი გრანდიოზულ პროექტებს ახლა უნდა ძალიან ბევრი დრო ენერგია. თუ აქ გადაამეტეთ და უკვე არ მოგცათ ჯანმა საშუალება, რომ ეს პროექტები ბოლომდე მიიღოთ, მაშინ ეს სირთულეები გაცილებით მეტი გექნებათ. ამიტომ თქვენზეა დამოკიდებული ბალანსი შეინარჩუნებთ, იქნება წარმატებული და პირიქით. აქ აბსოლუტურად თქვენ ხართ თქვენზეა დამოკიდებული, მაგრამ ის რომ კვირა მთლიანობაში საქმიანი კუთხით ძალიან კარგია და იღბლიანია, ამას ორი აზრი არ აქვს. მერწყულს რაც შეეხება, აი ვისთვის არა კიდე კარგი კვირა, იმიტომ რომ ენერგოტონუსი მატულობს, ეს ნიშანი იმუნიტეტი ძლიერი აქვს, ამიტომ აქენა გამომდინარე, აქ შეუძლია ნაკლები იძინოს და მეტი იმუშაოს, იშრომოს და სწორად ნაყოფიერად. ინტუიცია მზარდი აქვს, მასზე დაყრდნობით სწორ არჩევანს აკეთებს, თან სასიყვარულო პარტნიორული საქორწინო ურთიერთობებისთვის მშვენიერი პერიოდია. ბიზნეს საქმიანობისთვის, შემოქმედებისთვის გადასარევი პერიოდია. ფინანსური კუთხითაც, ფინანსურად იქნება ძალიან უზრუნველყოფილი, როგორც თხრის გასვე მერწყული სხვა შორის გაალამაზებს დიზაინს სახლში. და შეუძლია ძალიან ისეთი საკმაოდ ძვირი საყიდლებიც კი შეიძინოს და ამით კიდევ უფრო მეტად კომფორტი მოიწყოს თავის ცხოვრებაში. ავტორიტეტი მისი იზრდება, ამიტომ ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია. თქვენ არა გაქვთ უფლება ახლა გაჩერების. იმიტომ რომ ყველაფერი გამგდით. და ამიტომ რაც შეიძლება მრავალფეროვანი შეხვედრები, კონტაქტები, მოლაპარაკებები, საინტერესო ადამიანების გაცნობა, პარტნიორული თანამშრომლობა, მგზავრობა, მოგზაურობა, ყველაფერი იქნება ძალიან კარგი. და ამიტომ ჩაებით ამაში აქტიურად, იმიტომ შემდეგი კვირა უკვე ნაკლებ პერსპექტიული იქნება ამ კუთხით. ეხლავე წინ დაგიანონსებთ ამას. ამიტომ ეს კვირა გამოიყენოთ. თევზებს რაც შეეხება, აქაც ბალანსი შენარჩუნება აუცილებლია, იმიტომ რომ იმუნიტეტი კლებულობს თქვენი აშკარად. კვირის ბოლოსკენ უკვე იგრძნობთ, რომ ადვილად იღლებით. და ამიტომ მეტი გამოძინება გჭირდება დასვენება, რომ აღადგინოთ და ხარჯული ენერგია, მაგრამ საქმიანი კუთხით განსხვავებული პერიოდია. გინდათ კოლექტიური საქმიანობის კუთხით, გინდათ ინდივიდუალური კუთხით. შვენივრად გამოდის ყველაფერი, შემოქმედებითი ნიჭი წინა პლანზე იწევს, ურთიერთობების დალაგება ძალიან კარგად გეხერხება, თან ინტუიცია, დიპლომატია, მზარდია, რაც გეხმარება თამაში. გინდათ პარტნიორული ურთიერთობების კუთხით, გინდათ სამსახურებრივი კუთხით, შვენივრად შეგიძლიათ აი რო ითქვან, რთულ საკითხებს გვერდი აუარო და ამასთან ერთად ძველი საქმეებიდან შეიძლება მატერიალური დივიდენდები მიიღო და გამჯობესეთ მატერიალური მდგომარეობა. აღმოჩნდეთ პრემიების, ბონუსების, ან ისეთ პროექტების წინაშე, მეც ასევე მატერიალური კუთხით. იქნება სასიკეთო, ეს კი მოგცემთ იმის საშუალებას, რომ კიდევ უფრო მეტად დააფინანსოს თქვენი პროექტები და თქვენი შემოქმედებითი ნიჭი კიდევ ახლებურად გამოავლინოთ ან ფინანსური შესაძლებლობებით. ამიტომ პერიოდი არის გაცილებით უფრო სტაბილური შემდეგ კვირასთან შედარებით. შემდეგი კვირა ცოტა უფრო რთული იქნება თქვენთვის, ამიტომ ეხლა თუ იმუნიტეტს მეტნაკლებად პატივს სცემთ და ცოტა დაასვენებთ თავს, თან საქმე, თან დასვენება მოგცემთ გადასარევ შედეგებს.
ბატონო მიხეილ, ვიდრე დავასრულებთ, ერთი შეკითხვაც მაქვს. რეტროგრადულ პლანეტებთან დაკავშირებით, რომელი რეტროგრადული პლანეტა გვაქვს ახლა და როგორ მუშაობს? ორია ძირითადად ვენერა და მერკური, პირველ რიგში მერკური გონების კომუნიკაციის. თავარია ერთ-ერთი. კი, მნიშვნელოვანია ძალიან, იმიტომ რომ მერკური უკუმოვალი არის თითქმის შუა რიცხვებამდე. აპრილისა და იგი გვასწობს, თორე იმიტომ გადავიდა ახლა თევზებში, რომ უკუმოვალია, თორე ვერ ჩიიყო აქამდე. საქმე იმაშია, რომ ეს უკუმოვალი ნიშნავს, რომ ძველ საქმეს უნდა დაუბრუნდეთ, ძველ შეიძლება საქმიან კონტაქტებს, ძველ იდეა პროექტებს და ან გამოვასწოროთ, ან გავაანალიზოთ მაინც თუ რამე შეცდომა დაიშვა, რატო, რომ ეს მეორედ არ მოხდეს. აი ამის დრო გვაქვს ახლა ჩვენ 15-მდე. ახალი იდეის რეალიზაცია ცოტა სირთულეებს წარმოადგენს და ცოტა მეტ ძალისხმევას ითხოვს და შეიძლება მათ ბევრი მუხრუჭები ქონდეს წინ, მაგრამ აი ძველი ასე იქნება ახლა ეს თან გამოსწორება, ამ ძველის იქნება გადასწორები და ვენერა რადგან რეტროგრადულია, ესე იგი შეიძლება ძველი სასიყვარულო პარტნიორები გამოჩნდნენ. ძველ სიყვარულთან დაკავშირებული რაღაცთან, ან ძველ შემოქმედებით პროექტებთან შეიძლება დაბრუნდეს ზოგიერთი რეჟისორი, დავშეთ მსახიობი, მხატვარი და უცებ იმის განახლება მოინდომოს, ან იმის ახლებურად კიდევ შეიძლება დახატვა, ან შექმნა კომპოზიციისა და შემდგომ. ანუ ეს ორივე რეტროგრადულობა გვეუბნება, რომ დაბრუნდით უკან. რა შეცდომები დაუშვით, გამოასწორეთ ამის დროა, ან გადაახალისეთ. და მეორე უკვე 15-ის მერე სიახლეზე გადავალთ. ეთილი, ვინც გაფრთხილებულია, ის შეიარაღებულია, ჩვენმა მსმენელმა და მაყურებელმა ეს კარგად იცის. მადლობა, რომ გვისმენთ და გველოდებით ყოველ ორ შაბათს, ჩვენ ერთმანეთს ამ ფორმატში ვხვდებით. დღეს კი დაგემშვიდობებით და წარმატებულ კვირას გისურვებთ.